სალამი. დღევანდელი ვიდეო იქნება ცოტათი განსხვავებული და ვფიქრობ ძალიან საინტერესო. ამ კვირაში რამდენიმე საინტერესო აქტივობა მაქვს დაგეგმილი და გადავწყვიტე რომ გაგიზიაროთ პატარ-პატარა მონაკვეთები ჩემი ყოველდღიური ცხოვრებიდან. რაც აუცილებლად გვექნება არის სანთლის ვორქშოპი და ჩემი ხელით გავაკეთებ სურნელოვან სანთლებს, რომლებსაც კითხვის დროს აუცილებლად გამოვიყენებ. ასევე 15-ში მივდივარ ოდისეას პრემიერაზე და მართლა ვერ წარმოიდგენთ რამდენი ხანია ამ დღეს ველოდები. თან ერთი სული მაქვს ვნახო, თან ცოტათი მეშინია და ვნახოთ რა იზამს კრისტოფერ ნოლანი. და ასევე რა თქმა უნდა გავისეირნებთ წიგნის მაღაზიაში. ამჯერად განახებთ Fully-Booked-ის სხვა ფილიალს და ვნახოთ რა სიახლეები ექნებათ იქ. შუალედებში ვეცდები რომ პატარ-პატარა საინტერესო მონაკვეთების გაგიზიაროთ. თუ ასეთი სტილის ვიდეოები მოგეწონებათ, აუცილებლად დამიკომენტარეთ და მეც უფრო ხშირად გადავიღებ ხოლმე კვირის ვლოგებს. იმედი მაქვს ისიამოვნებთ.
ეს ფილიალიც არის ძალიან საყვარელი და ძალიან საინტერესო. აი მაგალითად შემოხოს და აღმოაჩენთ ასეთ რაღაცას. აქ არის ჰარი პოტერის სხვადასხვა გამოცემები. ნახეთ რა ლამაზია. სხვათა შორის ამ წიგნს აქებენ ძალიან ორი ნაწილი აქვს. სულ როგორც ვიცი, ეს როგორც ჩანს სპეციალური გამოცემაა. ეს წიგნი მაქვს შეტანილი წიგნის კლუბში. მომდევნო თვეს ამას წავიკითხავთ და ძალიან მაინტერესებს. არის 8 ფეხაზე, რომელიც სავარაუდოდ უნდა შეგვიყვარდეს. ჯორჯ მარტინის კუთხე. და ნახეთ როგორი ბუთქუჩა წიგნებია. არ ვიცი ასეთი წაკითხვა რამდენად მომეწონებოდა, იმიტომ რომ შრიფტიც საკმაოდ პატარაა. წიგნები, რომელიც გულს გაგიტეხავთ, ფრანით მორბენალი, 1000 მოელვარემზე, თებმა მთებს უთხრეს არ წამიკითხავს და თუ წაკითხული გაქვთ, დამიწერეთ, რამდენად მირჩევთ. ყველაზე ნაკლებად აქებენ მე მგონი ამ სამეულიდან ამ წიგნს და შეიძლება უცდები. კრისტინ ჰანას ბულბულის ულამაზესი გამოცემა. სხვათა შორის ეს წიგნი მაქვს ზიაში, ქართულადაც არის ნათარგმნი მეხსიერების პოლიცია და ძალიან მაინტერესებს. ეს წიგნი მაშინებს, მაგრამ აუცილებლად უნდა წავიკითხო. წარმოიდგინეთ, რომ ხართ ძიძა, იწყებთ მუშაობას 5 წლის ბავშვთან, რომელიც ხატავს აი ამ საყვარელ ნახატებს. და ცოტა ხანში ეს ბავშვი ხატავს აი ამ ნახატებს. ეველინ ჰიუგოს 7 ქმარი თუ არ წაგიკითხავთ, გირჩევთ, ძალიან კარგი იყო. სამწუხაროდ ამ წიგნის წაკითხვა ვერ მოვასწარი, მაგრამ ეკრანიზაცია იყო საოცარი. თუ არ გინახავთ, აუცილებლად ნახეთ. ერთ-ერთი საუკეთესო თრილერი, რაც წამიკითხავს. სხვათა შორის ეს ფილიალი ბევრად უფრო მშვიდია, იმდენი ხალხი არ არის და ძალიან მიხარია, რომ აქ გამოვედი. ახლახანს წავიკითხე ეს წიგნი და ხალხო ბოლო ფურცლებზე ისევ ტიროდი, რომ გვერდებს ვეღარ ვხედავდი. მიყვარს. როგორც იცით, ბინდი ქართულად დაბრუნდა ზუსტად აი ამ ქავერებით. მიუხედავად იმისა, რომ ერთ და იგივე ქსელია, მაინც არის განსხვავებული წიგნები ამ ფილიალში. ახალ წელს ველოდები, რომ აი ეს წიგნი წავიკითხო. ვინც წაიკითხა, ყველას ძალიან მოეწონა და თან ნახეთ რა ლამაზია. ენი. პირველი წიგნი მაქვს წაკითხული ამის და აუცილებლად გავაგრძელებ. ლამაზია. პატარა ქალები, რომელიც მიყვარს. სხვათა შორის თრილერებში ძალიან აქებენ აი ამ ავტორს, რაილი სეიგარს და მინდა რომ ვცადო რომელიმე წიგნი. ახლა ვკითხულობ სხვათა შორის ამ წიგნს და იმაზე უკეთესად დაიწყო, ვიდრე წარმომედგინა. ნახოთ. აკოტარის სერია. სხვათა შორის წელს გამოდის აკოტარის მე-6 და მე-7 ნაწილი. სარა ჯეიმასის წიგნების წაკითხვა ამ ეტაპზე აღარ ვაპირებ. ფიქრობ, რაც წავიკითხე, სრულიად საკმარისი იყო. მით უმეტეს აკოტარმა ჩემთვის ამოწურა თავი 3 წიგნის შემდეგ, ანუ მე-4 და მე-5 მე პირად არ მომეწონა. ვიცი რომ Throne of Glass უფრო მეტად აქებენ, მაგრამ ჯერჯერობით არ ვაპირებ არც მაგის წაკითხვას. სარა ჯეიმასი დავაპაუზე. არ ვიცი სამუდამოდ თუ არა. აქ გვაქვს რომანთაზი. და სხვათა შორის რომანთაზიზეც მინდა გაგიზიაროთ ჩემი აზრი. რომანთაზის ჟანრში წერენ უმეტესად ერთნაირ წიგნებს. და რეალურად რთულია რაღაც განსხვავებული იპოვო, იმიტომ რომ სულ ერთ და იგივე ტიპის პერსონაჟები არიან, ქალებიც, კაცებიც და რამდენიმე წიგნი, რაც წავიკითხე, აღარც მახსოვს სიმართლე გითხრათ. ერთადერთი Powerless-ია, რაც ჯერჯერობით მომეწონა და ნახოთ როგორ გაგრძელდება. Stranger Things-ის სცენარი. არ ვიცი თუ არსებობდა.
მოდით ვისაუბროთ ოდისეაზე. გუშინ საკმაოდ გვიან დამთავრდა ფილმი, ამიტომ ვეღარ მოვახერხე კომენტარის ჩაწერა და თან მინდოდა რომ ეგ საღამო დამეცადა უფრო კარგად გამიაზრებინო ყველაფერი და ისე გამეზიარებინა თქვენთვის. მოდი დავიწყოთ დადებითით. საოცარი გადაღება იყო, რა თქმა უნდა, ნაკლებს არ ველოდი გადაღების კუთხით, იყო ულამაზესი კადრები. საკმაოდ დიდი ფილმია, სადღაც 3 საათი გრძელდება და მიუხედავად ამისა, წამით არ მქონია ის მომენტი, რომ მან დავიღალი ან მომბეზრდა ან აღარ მაინტერესებს. პირიქით, სულ ვიყავი ჩართული, იყო ძალიან საინტერესო, სულ რაღაც ხდებოდა და საყურებლად იყო ძალიან კარგი. ასევე იყო რამდენიმე ძალიან კარგი სცენა, რაც ყველაზე მეტად მომეწონა. გამოვარჩევდი ციკლოპის სცენებს, რასაც ცოტა შიშით ველოდი როგორი იქნებოდა და ძალიან კარგად ჰქონდა გაკეთებული. ტროას ცხენის ამბავიც ძალიან კარგად იყო ნაჩვენები და ყველაზე შთამბეჭდავი ჩემთვის არის კირკესთან ღორების სცენა. არც არ გეტყვით სიუჟეტზე, რომ არ დაგასპოილეროთ, მაგრამ როცა ნახავთ, მიხვდებით. ძალიან კარგი იყო. მოდი ვისაუბროთ მსახიობებზე. ერთი ამბავია ატეხილი ელენას მსახიობზე, როგორც იცით და, ჩემთვისაც არ არის ეგ გოგო ელენას ტიპაჟი. მაინტერესებდა რატომ არჩია, მეგონა რომ ფილმის ყურების შემდეგ უფრო მეტად შეუძლებდი ამის დანახვას, მაგრამ სამწუხაროდ ვერ დავინახე. რეალურად არ ჰქონდა დიდი როლი და არც ბევრი სცენა. ასე რომ არ ვიცი, მოკლედ რატომ გადაწყვიტა ამ მსახიობის არჩევა ელენას როლზე. რაც შეეხება ელიოტ პეიჯს, ის არ თამაშობდა აქილევს, როგორც აქამდე იყო გავრცელებული ინფორმაცია, არის ერთ-ერთი მეომარი და ვფიქრობ ძალიან ნორმალური და კარგი სცენები ჰქონდა, არაფერი არც მეზედმეტა, არც დამაკლდა, ანუ რა როლიც ჰქონდა, ვფიქრობ თავი გაართვა. არაფერს არ შევუწუხები ვარ და მგონია რომ ნორმალური, კარგი სცენები ჰქონდა. თავარი პრობლემა ჩემთვის საერთოდ არ არის ეს ორი მსახიობი, მაგრამ ნამდვილად არის მთლიანი კასტი. არავის არ უთამაშია ისე, რომ რაღაც აღფრთოვანება გამოიწვია ჩემში. ენ ჰეთუეი რაღაც მომენტებში ზედმეტად თამაშობდა, ასე ვთქვათ, ცოტათი გამაღიზიანა. მეტ დეიმონი ძალიან მომწონს როგორც მსახიობი, მაგრამ არ არის ჩემთვის ის ოდისევსის ტიპაჟი. აი, წიგნს რომ ვკითხულობდი, რასაც ვგრძნობდი, ასე ვთქვათ, და როგორიც წარმომედგინა ოდისევსი, ნამდვილად არ იყო ეგეთი ჩემთვის. გარდა მაგისა, რაღაც გადაწყვეტა მოუფიქრა ნოლანმა ოდისევსის პერსონაჟს, რაც საინტერესო იყო, მაგრამ მისი ნათქვამი და მისი საქციელი უკვე ლოგიკაში ვეღარ ჩაჯდა. ტომ ჰოლანდი ნორმალური იყო, ზენდეია არ ვიცი, ჩემთვის ისე იყო, რომ გინდ ყოფილიყო და გინდ არა და ტრევის სკოტზე უბრალოდ კომენტარს არ გავაკეთებ. ასევე საშინლად დამაკლდა კარგი საუნდტრეკი. გონია რომ ეს ფილმი რეალურად გაძლევს იმის საშუალებას, რომ რაღაც ისეთი გრანდიოზული შექმნა, მაგრამ სამწუხაროდ მსგავსი არაფერი არ იყო აქ. ჰანს ზიმერის დანაკლისი იგრძნობოდა ნამდვილად. და კიდევ ერთი ძალიან დიდი პრობლემა, ბერძნული მითოლოგია სად იყო ამ ყველაფერში, მე პირადად ვერ დავინახე. საბოლოო ჯამში გულწრფელად რომ ვთქვა, იმედგაცრუებული ვარ, უფრო კარგ ნამუშევარს ველოდი ნამდვილად ნოლანისგან. იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ცუდი იყო და არ წახვიდეთ და არ ნახოთ. არა, სანახავი ნამდვილად არის, მით უმეტეს ისეთი საოცარი კადრებია, რომ დიდ ეკრანზე უნდა ნახოთ. მაგრამ არ ვიცი, შეიძლება 2 დღეში დამავიწყდეს საერთოდ ეს ფილმი. ძალიან სამწუხაროა ეს ამბავი ჩემთვის. ზოგადად ძალიან უჭირთ ამ ბოლო პერიოდში ხარისხიანი ფილმების გადაღება. წელს რაც გამოვიდა და რაც მართლა ძალიან მომეწონა, იყო Project Hail Mary. აი, ეს თუ არ გინახავთ, მართლა მთელი გულით გირჩევთ, არის ძალიან კარგი გადაღებული, ძალიან კარგად თამაშობენ და არის ძალიან ემოციური. ცოტა ხნით გამოვედი კაფეში, მინდა რომ დავაედითო ის ვიდეო, რომელსაც ახლა უყურებთ. ახლა დავაედითებ, შემდეგ ცოტას წავიკითხავ. ახლა ვკითხულობ Emily Henry's People We Meet on Vacations. შუალედებში აუდიო წიგნს ვუსმენ, მაგრამ ცოტა აუდიო წიგნი არ მომწონს, იმიტომ რომ ყავს ქალი ნარატორი, რომელიც როდესაც მამრობითი სქესის პერსონაჟი საუბრობს, ხმას იბოხებს. და რა თქმა უნდა არ არის ბუნებრივი. იმაზე უკეთ დაიწყო, ვიდრე მეგონა, მაგრამ უკვე იმ ეტაპზე ვარ, რომ ახლა თუ რაღაც არ მოხდა, ჩემთვის უკვე ცოტა მოსაბეზრებელი გახდება და ერთფეროვანი. ვარ 51%-ზე. ნახოთ.
ესეც ჩემი კვირა. მოდი შევაჯამოთ. სანთლების ვორქშოპი იყო საოცარი გამოცდილება და კიდევ მინდა რომ წავიდე მსგავსი ტიპის აქტივობებზე, რადგან ძალიან ვისიამოვნე მთლიანად ამ პროცესით და რაც ყველაზე მთავარია, შედეგით ვარ უზომოდ კმაყოფილი. ოდისია მთლიანობაში ვერ გაამართლა ჩემი იმედები, მაგრამ ძალიან ბევრი ლამაზი და საინტერესო სცენა ვნახე. დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენთვისაც საინტერესო იყო ამ ვიდეოს ყურება. რა თქმა უნდა, თუ მოგეწონათ, არ დაგავიწყეთ, რომ დაალაიქოთ და ასევე გამოიწეროთ ჩემი არხი. ახლა კი გემშვიდობებით და წარმატებულ კვირას გისურვებთ. დროებით.